მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო შოუ ბიზნესის საინტერესო სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული ამბებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. მომდევნო 20 წუთი მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც აინტერესებს მუსიკისა და კინოს სიახლეები. ინფორმატორიდან თქვენ იცით, რომ ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო, უცნობი და ლექსენი მუშაობენ ახალ პროექტზე, რომელიც ნარკომანიისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ იქნება მინერალი. ამ პროექტის იდეის ავტორი ირაკლი ჩარკვიანია. სიმღერა უკვე ჩაწერილია, ახლა კი დაიწყო მუშაობა ვიდეოკლიპზე, რომლის რეჟისორი გიორგი ებრალიძე იქნება. შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად კლიპის კონცეფციაზე და მონახაზზე მუშაობს და გადაღებებიც მალე დაიწყება. ჩვენ ახლა შევეკრიბეთ მაესტროში ირაკლის პროექტთან დაკავშირებით. ეს არის აქცია. ირაკლიმ გააკეთა სიმღერა პროსტიტუციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ, რომელიც მოიტანა ჩვენთან. როგორც იცით, აქ ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ უცნობი, ლექსენი, ქეთათო და ირაკლი. და ახლა რეჟისორ გიორგი ებრალიძესთან ერთად ჩვენ საუბრობთ კლიპზე უკვე. ძალიან გვინდა რომ ეს კლიპი იყოს ძალიან ისეთი სოციალური და ისეთი რომ ბევრ ადამიანს ააღებინოს ხელი, ან არ დააწყებინოს, არ დააყენოს აი ამ ცუდ გზაზე, რასაც ქვია ნარკომანია და პროსტიტუცია. თუ მე ნარკომანი ვარ და უყურებ ამ კლიპს, სადაც მოდის ირაკლი და გადამარჩეს, გავიჭირო, იმიტომ რომ მოვა და გადამარჩეს. არის ისტორია. მე ჩავთვალე, რომ ეხლა სწორედ ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ ამის შესახებ და უნდა ვთქვათ ისეთმა ხალხმა, რომელსაც ეთქმის რაღაცა და ვისიც ახალგაზრდობას სჯერა რაღაცნაირად. ამიტომ სწორედ აი ეს ხალხი არის, ვინც ლაპარაკობს ამაზე და გიორგი არის ებრალიძე, რეჟისორი, ის ადამიანი, ვინც გადაიღო უდენ მანქი და ჩემისათვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი რეჟისორია. პრინციპში ამ სოციალურ თემებს ყოველ შემთხვევაში გიორგი ყველაზე კარგად ფლობს საქართველოში. სოციალურ გოლებზე მიმუშავია, მაგრამ ეს იყო უფრო სოციალური რეკლამა და სოციალური ფილმები, სოციალური დატვირთვის, მაგრამ აი მუსიკალურზე პირველად მუშაობდა. დღეს მქონდა პირველი შეკრება, რაღაც იდეები მოვიტანეთ ყველამ, რაღაცა შევაჯერეთ და რაღაცა მე მგონი საერთო მნიშვნელამდე მივედით და ეხლა უკვე იწყება ინტენსიური მუშაობა და ყველაფერი გადადის სამუშაო რეჟიმში. ამიტომ ეუნები არ უნდა აჩვენო რომ მოგუდა ტრუპი, მაგრამ უნდა აჩვენო სადღაც ტრუპსა და იმას შორის ესენი მაგალითად უნდა მივიდნენ ტოპიკში, რა ეს ტოპიკი მაგალითად იმის იქით გზა არის. ეს მოგო უნდა გავიდეს რა ამ შეიძლება. ეს პროექტი თვითონ ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ჯერთი თვითონ ჰიპ-ჰოპი, ძალიან ისეთია ადვილად მოსასმენია და მისაღებია ახალგაზრდებისთვის. და როდესაც ახლა ვიღაც შენ რაღაცას მოგიწოდებს, ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ შენ უკუ რეაქცია არ გაგიჩნდეს, ანუ კარგად უნდა იყოს მოწოდებული და ჰიპ-ჰოპი თან იგივე იმედია თვითონ სიმღერა არის ძალიან კარგი და ვიდეოც კარგი გამოვა, იმედი მაქვს და ეს ის ფორმა იქნება, რა ფორმითაც ძალიან ბევრი ამას მიიღებს და მომავალში არანაირი მცდელობა არ ექნება, თქვათ რაღაც ცუდი გააკეთოს. იცი რა, მე სიმღერა თვითონ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აქტიური სიმღერაა საკმაოდ და მე მგონია რომ ჩვენ თუ ერთ ადამიანს მაინც შევძელით რომ ერთმა ადამიანმა ხელი აიღო ნარკომანობაზე და პროსტიტუციაზე, ეს უკვე ძალიან დიდი საქმე იქნება. ფაქტიურად ჩვენი მისია მხოლოდ ეს არის და ეს. როგორც კი გადაარჩენ, ხო, იქ უკვე რამე იყო, მოვა ირაკლი და გადამარჩეს, ამერიკა და გადამარჩეს. არა, 100%-ია. როგორ ცხოვრობენ მსახიობები, როგორ მუშაობენ სცენაზე და როგორ იქნება მათი ახალი გმირები. თუ თქვენ გაინტერესებთ მსახიობებისა და რეჟისორების მოღვაწეობა, შეგიძლიათ თეატრალური სარდაბის სცენაზე რეჟისორ დიმა ღვთისაშვილის ახალი სპექტაკლი ნახოთ, რომელსაც პრემიერა ჰქვია. ძალიან რთულია, როდესაც სხვადასხვა ასაკი, სხვადასხვა თაობები უნდა წარმოადგინოს სცენაზე ფაქტიურად ერთმა თაობამ. ხა ზურიკო ინგოროყვას გარდა, რომელიც თამაშობს რეზო რამიშოს, სულ ყველა არის ჩემი სხვადასხვა თაობის სტუდენტი. და ესენი შევკრიბე ერთად. ლალი როსებას პიესა პირველად საქართველოში 25 წლის წინ ქალბატონმა მედია კუჭუხიძემ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა. რეჟისორმა დიმა ღვთისაშვილმა კი თავისი ახალი სპექტაკლი მძველი წარმოდგენის შთაბეჭდილებით შექმნა და ბავშვების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებას მიუძღვნა. სპექტაკლის პრემიერა 6 აპრილს შედგა. მიუძღვენი, იმიტომ რომ სპექტაკლი არის თეატრზე, სპექტაკლი არის ჩვენ საქმეზე და სპექტაკლი არის ოცნებაზე.
თუ როგორ ოცნებობენ თეატრის მსახურნი. აი ამაზე ეს სპექტაკლი და რაღაცა ლირიული კომედია შეიძლება ითქვას აი ესეთი ჟანრი, თუმცა დრამატული ელემენტებით. იმედია რომ სხვებს არ შევხვდები. აქ მოხვედი მხოლოდ იმისთვის, რომ მე ეს მსუნდა. კარგინდა მოლოდნელი პრემიერის ჩავა. მოლოდნელად ცივი მამულები, მოლოდნელი სასაცილო შემოები არ მინდა. თავარი ის არის რომ დაფასდა ის შრომა რაც ჩვენ გავიარეთ. ვფიქრობ რომ ძიმამ რაც ჩადო სურვილი გამოჩენილი იყო დრამატურგის ტკივილი ის დადებითი და უარყოფითი მხარეები გმირებისა მე ვფიქრობ რომ ზუსტად მოხდა ის დანახვა ასე ვთქვათ შევძელით ტყავში გადასვლა გმირებისაში და ეს იყო მთავარი რაც თავარია კიდევ ანსამბლი შედგა ურთიერთობები არის და თანერჩენი მაყურებლის განსასჯელია გალერეა უნივერსში მხატვარ პოლიკარპე ქლიბაძის მეცხრე პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ეს იყო თემატური გამოფენა, რომელიც მხატვარმა სამყაროსა და გარესამყაროს ურთიერთობებს მიუძღვნა. ალბათ გახსოვთ მალევიჩის შავი კვადრატი, ესეთი ცნობილი და ესეთი საკმაოდ ძლიერი და კოდირებული ნამუშევარი და ჩვენ გავაკეთეთ ოქროს კვადრატი. ოქროს კვადრატის დაშლით მოხდა ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ ექსპოზიციაში ვხედავთ. აქ არის ანჟელიუსი მილეს ნამუშევარი, რომელიც ესე განლაგდა 5 ელემენტზე, მიწაზე, ცეცხლზე, წყალზე და ლითონზე. ამ ანჟელიუსიდან მე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მე გაკეთდა ცისარტყელა პირველი, ცისარტყელა მეორე. ცისარტყელა პირველი ეს სიმბოლო იმის, რომ ღმერთი დაპირდა ნოეს, რომ კაცობრიობას აღარ მოსპობდა არასოდეს და ამის ნიშნად გამოესახა ცისარტყელა. ჩვენ დროს აღვიქვავთ საათებით, წუთებით, მაგრამ ეს კოსმოსის დროისთვის აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს რა და ასე მგონია მე რომ ჩვენი ცივილიზაცია ასაკეთ სადღაც აი ამ პატარა გოგონას ხელა არის. და აი ეს ჩვენი ცივილიზაცია ბოლო-ბოლო დაიწყებს მოსმენას, სამყაროს მოსმენას. ბატონი პოლიკოს შემოქმედებაში აი იმ ნამუშევრებში, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი, ნაცვლად ჩანს გატაცებად აყვანისცემა რენესანსის ოსტატების შემოქმედებისა და რაც მე-20 საუკუნიდან დაწყებული ძალიან ბევრი ოსტატი მიმართავს ამ გზას, რაც ციტაციაა ესა და თავისებური ხედვა, თავისებური აღქმა აი იმ ძველი ოსტატების შედევრებისა. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ქართული, მაგრამ ინგლისურენოვანი როკ ჯგუფი აპრილი თავის მეხუთე სიმღერაზე მუშაობს. ჯგუფი დაახლოებით 3 წლის წინ შეიქმნა და ის ფართო აუდიტორიისათვის ჯერ არ არის კარგად ნაცნობი. ეს სხვა შემადგენლობა, თავიდან სხვა შემადგენლობა ყავდა. ეს შემადგენლობა ალბათ 1 წელია. ძიმე როკს უკრავთ 70-იანების სტილს ფესტივალებზე გამოსულ ვართ ეხლა ძალიან ბევრ ფესტივალებზე ეხლა არც წუხდებიან რომ დაგვიძახონ მაგრამ ისე რა აი რამოდენიმე ფესტივალზე გამოვედით თუ რატომ არის კოლექტივი ინგლისურენოვანი, ამის შესახებ ჯგუფის წევრებს ასეთი მოსაზრება აქვთ. ძიმე როკი ქართულ ენაზე არ არის რა, არ ჯდება რა. აი რა უნდა იყოს ესეთი რომ ახლა რამოდენიმე სიმღერა არის ახლა როკ სიმღერა ქართულად რომელიც გავარდა და ჩაჯდა რა.
მაგრამ საერთოდ არ არის რა ეს როკი ქართულენოვანი. მე ასე ვფიქრობ და შეიძლება სხვა თქვას ვიღაცამ რომ აი მომისმენი ასეთი აზრი რომ არა ჯგუფი უნდა იყოს ქართულენოვანი და არ არის რა მასე რა. იგზნობა მუსიკაში რომ არის რაღაც ქართული დევს. მაგრამ აი რო თქვათ რომ აი ინგლისურენოვანი ისა ქართულენოვანი არა. სხვადასხვა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შაკო ოქუაშვილი იმასაც მიიჩნევს, რომ როკ კულტურა განსაკუთრებით მძიმე როკი ჯერ ქართულ შოუ-ბიზნესში არაპოპულარული და შესაბამისად არაკომერციული მუსიკაა. პროექტი და ალბომი და რაღაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ეხლა არავინ თავს არ იწუხებს რომ რაღაც დაინტერესდეს ამით. რა მით უმეტეს როკს აქ საქართველოში რა გითხრათ. ჩაგრავენ მაგრამ